თეოდორე სტუდიელი, შაბათსა პირველისა შვიდეულისასა, რათა მხნედ და მტკიცე ვიყვნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა. ძმანო და მამანო, წინამდებარე არ ჩვენ და დღეთა ამათ შინა დღითი დღე მარხვისათვის ზრახვად და სხვათა მათ მოღვაწებათა, რომელნი აღესრულებიან წმიდათა ამათ შინა ორმეოცდა, არამედ დღისა ამის სახემან მომიყვანა ჩვენ ხსენებად, რომელი იგი გვესვა, რამეთუ აჰა ესერა მაუწყეს ჩვენ, ვითარმედ თვითმპყრობელი განრისხებულარს ჩვენთვის და აწვითარცას თქويس სიქადულით გვაშინებს და გვექადის, რომელთა მიმართ უკეთო ღვთივშვენიერად განვეწყვნეთ, ვერარაი ირგოს ჩვენგან, არამედ მართლუკუნ იქცეს სირცხვირეული, რამეთუ რაივს თქვათ სხვა, არამედ ესე ვითარმედ კვალად თუ ვიდევნეთ, კვალადცა გვირგვინოსან ვიქმნეთ. და რამდენცა განმრავლდნენ ვნებანი, უფროსად გარდაემატნენ ნუგეშინისცემანი სულისა წმიდისანი, სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ რაოდენ გარდაემატნენ ვნებანი ქრისტესნი ჩვენ და მომართ, ეგოდენ ქრისტეს მიერ გარდაემატნენ ნუგეშინისცემანიცა ჩვენი. რამეთუ გინა თუ ვიჭირვით თქვენისათვის ნუგეშინის მცემისა და ცხოვრებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა ვნებათათა, რომლითა ჩვენცა გვევნების და სასოება ჩვენი მტკიცე არს თქვენთვის, გინა თუ ნუგეშინისცემულ ვართ თქვენთვის ნუგეშინისცემისა და ცხოვრებისა, უწყით რამეთუ ვითარცა იგი ზიარ ხართ ვნებათა, ეგრეთვე ნუგეშინისცემასაცა. აჰა ესერა გვიჩინა ჩვენ ზიარებად ურთიერთარს ვნებათაცა შინა და ნუგეშინისცემათაცა, ვითარცა იგი ერთ ხორცს ვართ და ერთ სულ, ვითარცა იგი ვიჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა ჩვენისათა. ნუმცა უკვე დავეცემით ამიერიდან ძმანო, ნუმცა ვიურვით ტანჯვათათვის და ჭირთა ხორციელთა, არამედ აღსდგეთ ყოველნი ვითარცა კეთილნი სტრატიოტნი ქრისტესნი და შევიმოსოთ საჭურველი ჩვენი, არა ხორციელნი, არამედ სულიერი და ძლიერი ღვთისა მიერ, დარღვევად ძნელოვანთა მათ საფრთხეთა მტერისათა, რომელ არს გონება, სიმხნე, სიწმინდე და სიმართლე. და ესრეთ აღვასრულოთ ბრძანებული ღვთისა მიერ, ვითარმედ რაჟამს გდევნიდეს თქვენ ამიერ ქალაქით, ილტოდეთ სხვად და წარრა უვიდოდეთ, ნუ ზრუნავთ რა ისჭამოთ, ანუ რა შეიმოსოთ, რამეთუ თავად მან ბრძანა, არა დაგიდეო თქვენ, არცა დაგაგდო თქვენ, რამეთუ მუნცა ძალუც გაღებად ჩვენ და კარი და შეწევნათ ყოველსავე შინა. არა გვიხარისა რამეთუ ესე ვითარნი აღთქმანი გქონან, არა განსცხრებითა რამეთუ მოწაფენი ვართ უფლისანი. ესრეთ სდევნეს წმინდანი მოციქულნი, რომელთა იგი უბრძანა მაცხოვარმან, ნეტარ იყვნენ თქვენ რაჟამს გდევნიდენ და ყვედრიდენ და სთქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის, გიხაროდენ და მხიარულიყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდარს ცათაშინა. აწ უკვე სიხარულისა და მხიარულებისა არს მოწევნული ესე ჟამი, რამეთუ მოგვატყვევს ჩვენ სიხარულსა გამოუთქმელსა და ცხოვრებასა საუკუნესა და სუფევასა დაუსრულებელსა. იტყვის უფალი ვითარმედ გზასა წარმართთასა ნუ მიხვალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხვალთ. ესე მცნება დავიმარხოთ მწვალებელთა მიმართ და ნუ შევალთ ეკლესიათა მათთა და ნურცა სახლთა მათთა, არამედ სადაცა იყოს ძე მშვიდობისა
და თესლი ღვთისმსახურებისა, მუნ სავანე ვყოთ და მიერ გამოვიზარდნეთ, ვითარცა წინანდელთა მათ ჟამთა. ვეკრძალნეთ მჩემებელთაგან ჭეშმარიტებისათა, რომელნი უწოდდნენ თავთათვის და წინამძღვრად და არა არიან წინამძღვარნი, არამედ მაცდორნი და გონებად თომელნი, რომელთა სასჯელი ცხადარს. დავიცვათ სარწმუნოება მიუდრეკელად და ცხოვრება შეუგინებელად და ნუ განორყნით ერთსა ერთითა, არამედ ორკერძოვე ვიქმნეთ სრულ და უვნებელ და წინამდებარე ესე აღსარება იყავ განკაცებისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. აც უკვე რომელი არა აღიარებს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა გამოხატულად წერილითა, იგი არ აღიარებს მას გამოჩინებულად ხორცითა და არცა გამოხატულად წერილითა. რომელი არა თაყვანისცემს ხატსა მისა წმიდასა, იგი არა თაყვანისცემს უფალსა. რამე თუ ხატსა შინა, პირმშო იგი სახე და ხატი პირმშოსა მას სახესა შინა, თითოეულისა გამოხატულისას ჩანს და თაყვანისიცემების. დაღაცა თუ თქვან ღვთის ბრძოლთა მათ, ვითარმედ თაყვანისცემთ, ტყუიან, ვითარცა თქმულარს, ღმერთსა აღიარებენ ცნობად, ხოლო საქმითა უარყოფენ. ხოლო ჩვენ თაყვანის ვცემთ ქრისტესა და ხატსა მისსა, ღვთისმშობელსა და ხატსა მისსა, ყოველთა წმიდათა და ხატთა მათთა. ესე არ სამოციქულო მოძღვრება, რომელი მივიღეთ წმიდათა მამათა ჩვენთა მიერ. და ამას ნამარხევსა შეგვედრებ შვილნო და ძმანო, სულისა მიერ წმიდისა, რომელ მკვიდრ არს თქვენ შორის. დაიცევით ესე წმიდად, უბიწოდ და შეუხებელად და ილოცევდით ჩვენ გლახაკთათვის, რათა მომცეს ჩვენ უფალმან სიტყვაი აღებასა პირისა ჩვენისასა, ჯეროვნად აღმოთქმად, რათა არ აგვცხვენეს სასოებისაგან ჩვენისა და რათა წინამდებარე ესე ღვაწლი უბრალოდ სრულყოთ თქვენთა და ყოველნივე სასუფეველსა ცათასა მივემთხვივნეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.